იმსახურებს ერი აი ამ გამოჭუკებულს. იმიტომ რომ ფული აქვს ამას. მეტი არაფერი, ფული რო აქვს. თავისი ტვინით კი არ არის მოპოვებული და თავისი გამოგონებით. ხო, უცნაური კიდე რა არის? ამ კაცმა როდის იყიდა 2 სამეცნიერო ხარისხი. რა ნაშრომები აქვს ეკონომიკაში, რაღაც იმ გადაირევით, იცი? მეცნიერი მუშაკი არის ეს კაცო. საწაწია მეცნიერება რომელ ქვეყანაში იყო ეს გამოყენებული როგორც მეცნიერი მუშაკი, ან საქართველოში რა მეცნიერი მუშაკია, რას მოღვაწეობს, არ შეიძლება გაგვაგებინოთ. იყიდა პასპორტები, იყიდა საფრანგეთის მოქალაქეობა, იყიდა ხარისხები, ხო? ეს ფული კიდე ვინ მოცა? გაგვაგებინეთ ამ კაცმა ეს ფული, ვინ მისვა მილიარდი ამ კაცს, არ შეიძლება გამაგებინოთ კაცო. დაასდებთ რაღაცა 2 კაპიკს რო აიღებს კაცი, დაასდებთ ჯიბეში $100 სადაგა, გაბა შავი ფული. ამ კაცმა ეს 7 მილიარდი სად მოიპოვა იმ ჯოჯოხეთში 90-იანი წლების ჯოჯოხეთი რო ქვია. სად როგორ მოახერხა კაცო, სად? საფრანგეთიდან ვერ გამდიდები. ხო, რასგან ვისაც უნდა ბიძინა ივანიშვილი საფრანგეთში. ან გერმანიაში. რა მეცნიერი რიკარდო არის, ადამ სმიტია, ვინ არის ესა გამაგებინეთ. რა ნაშრომები იცით ამ კაცის შესახებ? არა რა კაცი ვერც ქართულად ლაპარაკობს, ვერც რუსულად ვერ ლაპარაკობს. ვერთი რამე რომ გაწაფულა ამ ბოლო დროს ბავშვივით კითხვაში რა. დააწერილი ხის სისულელეს კითხულობს, არც იაზრებს და დასაცინი ხდება მოსახლეობის შეგნებული მასებისადმი. გამაგებინეთ კაცო ეს რა ქვეყანას ვაშენებთ, გამაგებინეთ, ნუ. აგიშდებით, ბიჭო, რა რეგვენთა ქვეყანა. ბიჭო, ეს არის სტრანადურაკოვ იმაში რო არის, ხო? ბურატინოში. მათ ყეყეჩთა ის არის რა ქვეყანა. რა ბრძენიერი ხართ? ბიჭო, გადასარევია. იცით რა არის? მართლა იმსახურებთ. კორკოტაშვილი შევიდეს პარლამენტში, ეს ძველი ბიჭები, სულ დედა გიტიროთ რა. მართლა იმსახურებს ქართველიერი, ამას ეს ნაბიჭრები რო დასვათ იქა. რა დრო დადგა საქართველოში და აი რატო ვიზახი დემოკრატია სატანიზმია. დემოკრატიამ ნახეთ ოხლოკრატიის შინაარსი მიიღო. ჩოგისა და ბრბოთა ერთობლიობა და ტელევიზიაშიც როგორ ძველი ბიჭური ლაპარაკები არის. რა არის ჭაჭყანი არის. როდემდე იქნებით ხალხო ესეთი გაუბედურებული ქვეყანა, გამაგებინეთ, იქცევა ქვეყანა პირდაპირ გაგებით გეუნებით. ალბათ ღირსი ხართ რა. იმსახურებს ქართველიერი მაგას. არ ვარ ქართველიერი, აი ღმერთმა ჩაგაბარათ ტერიტორია, ყველა სხვა და ვეროვლით ტერიტორიას. ვეროვლით. რო გამჭრით ეგა 30 თუ 35 წლის დავიხე წავედი რა, არ მინდა მეთქი ამ თაქცევას უყურე კიდე. აი რა გითხრათ? რით გაგახაროთ? ერთი კი ვიცი, საქართველოს დემოკრატია ბოლოს მოუღებს. ჩვენ არც რაკეტა გაგვანადგურებს, არც ომი გარედან. ჩვენ ეს დემოკრატია ბოლოს მოგვიღებს რა. ეს ძერმოკრატიათ რო იქ, აი ქართული ძერმოკრატია საქართველოში. ყველა რო დაწანწალეს, მათხოვრობენ. აი ზოგი დაბოღმელია, დადიანი დებილებივით, ეს დებილებივით რო იდგა ზუგდიდში, კახიკალაძე, გვერდზე, კობახიძე, ეს ბიზნაჭყაოდა. რაღაცა მეგრევდა იქ კიდე ტაში, ქუხილი, მორეკილი ხალხი, 100 ლარი, ბიჭო, 100 ლარი და 200 ლარი რომიცი ადამიანს იბღავლებს იმ სიცივეში გახურდება. რას მე გვემაიმუნები აქა. ცირკი არის, ხო? ეს დემოკრატია. რა თეატრი არის დემოკრატია? ხო რა დემოკრატები ვართ მაგი, არ გაახარეს ქართველები, დადიან ზუკნა ძაღლებივით, გადაფსკვნელები, რა დღეში არიან, ემუქრებიან ერთმანეთს და არავინ არ ფიქრობს საქართველოს მოსახლეობის აი პრობლემებზე. პრობლემები არ აინტერესებთ, მშვიდობა და ომი. იქ დასავლეთის გინება და აქეთ თუმცა ეს ივანიშვილი ღირსეულად მიდის თურმე ეს ევროპაში. თუ აირჩევთ მაგას საკონსტიტუციო უმრავლესობით, მართლმადიდებლობის სტატუსს აწევს, ბიჭო, სტატუსი რა თუნდა მაგას? მართლმადიდებლობა რო არის საქართველოში, ეს არის თქვენი დაწყევლა. ეს არის ეს ფანატიკური, ოკულტისტური, მისტიკური, ეს გამოთაყვანება რო გაამრავლეთ, ეგა და გამოგალენჩათ სულ ყველა, დააძრე გილოცავ სვეტიცხოვლობას, გილოცავ გერგეთობას, გილოცავ გელათობას და ხართ გადაგვარებულები. როდის მიხვდებით თქვენ საწყლეპო? მოგიწევთ იანვრის მერე ისევ საქართველოსთან გაქცევა საბალახოდ. მოგიწევთ. ხო? მოგეშინა ხდელი არ მიგატოვებთ, გამოგეკიდებათ. იმიტომ რომ მან თუ არ გაჭიმევენ საჭმელს, დამპასაზღვაგარიში გაჭიმევენ პურს და სულის ცხონებისათვის 1000-ში ევროპელი ვერ გაგიყვანს. ამიტომ მღვდელიც უნდა დაადევნო გაქცეულებს და ხო არიან მღვდელები გარეთ, მივლინებაში მღვდელები არ მოგწონთ საზღვაგარით, რა კარგად არიან და იქაც რომ ათხოვრობენ ამ საცოდავ ხალხზე. აი ეს არის თუ არის დაწყევლა და გაუბედურება. ასე რომ დემოკრატია ეს ქართველი ერის განადგურების ფორმა არის. და მაგას თქვენ ვერ გადამარქმევინეთ გამორიცხულია. იმიტომ რომ ძაღლი პატრონს ვერ აცნობს რა. ვერ გაიგებ რა უნდა იცი ქვეყანას, აი რას აწვევით?
აი რა გინდათ გაგვაგებინეთ აი რა არის იდეოლოგია თქვენი გარდა იმისა წინაპრები უკანაპრები საფლავები ცვეტი ცხოვრება გერგეთობა და ერთმანეთს ვერ იტანთ ეს ივანიშვილი არ ვიცი რა ვიცი ეს მინდაწყევლე ესაც უდავი ხო რა ვიცი ამას ახლა თავისი ნება რო იყოს გაიქცევა საქართველოსთან მაგრამ ვინც ეგ დავალება მიცა დედიმისის ბიჭია და აბა რა მეუთხრას სანამ ბოლომდე არ შეასრულებს ის რაც დაკისრებული აქვს მაგი მანდ ვერსად ვერ წავა ეს საქართველოში ყველაზე ტრაგიკული პიროვნება ეგ არის შიოლაშვილზე აღარაფერს არ ვიცი ეს არის ეს სატანას ემსახურება ქართველების გასაუბედურება და ყველა ქართველის ჯოჯოხეთში მიერეკება სატანასთან აი ეს გათახსირებული კაცი სულით და ყველაფრით გაყევით ამაგას ხორციელი ხალხი ბიძინას გაყევით სულსაც ამოგაძრობენ და ხორცსაც გაგიუბედურებენ რაც ხდება ძვალვირშია ქართველის ღალატი რა ეს იყო გამსახურდიას დროს ვინც დანიშნა გამსახურდია სულ ყველა მოღალატა სულ ყველა გადაუდგა ბოლოს მე მგონი ოჯახიც კი გადაუდგა ბოლოს მოკლეს ვისაც ენდობოდა იმან გააგორა და იცით რა ურცხვად იცი არა გვეძინა არ ვიცი თავი როგორ უკნიდან ისროლა თოფი უკნიდან იმაში უკნიდან აიღო და ესე ისროლა თოფი იარაღი იმ ხელს ტეჩკინით რა მხერება 5 კილოა მე მგონი ცოტა გავაზვიათ ეს იმ ხელა ის არის ეს ტეჩკინი თავში კაცო უკან კეფაში როგორ მოიტყა კარგით რა ნამუსიც კარგი საქონელია რა ქართველისთვის ყველაზე საშინელი მტერი ქართველი არის